მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ჩემი წარდგენიდან დღემდე უკვე 4 წელი გავიდა და მინდა ამ განვლილ 4 წელზე ვისაუბრო. მე მინდა მთავრობას მადლობა უთხრა ნდობისთვის და ასევე ჩემს მოსახლეობას, მოხევებს ამ 4 წლის მანძილზე, რომ გვერდში გვედგნენ და ერთად ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გავაკეთეთ ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. მე ვიცოდი თუ რა გამოწვევები ჰქონდა ჩვენს მუნიციპალიტეტს, რა ესაჭიროებოდა და აქედან გამომდინარე მე პირველივე შეხვედრაზე ბატონ პრემიერს ვთხოვე, რომ ყოლოდა საკუთარი რეანიმობილი, რის შემდეგაც ჩვენს მუნიციპალიტეტს გადმოეცა უახლესი რეანიმობილი. სულ მალე ჩვენს მუნიციპალიტეტს იაპონიის საელჩოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში კიდე ერთი ახალი მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადმოეცა, რაზეც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით იაპონელ ხალხს და მათ საელჩოს. 2022 წლიდან ჩვენ გავზარდეთ ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტების დახმარება. 2023 წლიდან კი ცენტრი გაკეთდა სტეფანწმინდაში ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტების დასახმარებლად და დღეს ჰემოდიალიზზე დამოკიდებული პაციენტები გადიან მკურნალობას ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. ჩემი გადაწყვეტილები და გუნდთან ერთად მუშაობით გადაუდებელი ოპერაციები, ისეთი ოპერაციები, რაც საქართველოში არ კეთდება, ადგილობრივებს ვაფინანსებთ საზღვარგარეთ 50,000 ლარის ოდენობით. მე არ მახსენდება ისეთი სამედიცინო მომსახურების кейსი, რაზეც შეიძლება უარი ეთქვა დარიალ ეს და არ დაიფინანსებინა, რაზეც მე კიდე ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი დარიალ ესის წარმომადგენლებს. მინდა კიდე ერთი სოციალური პროექტი გამოვყო, რომელიც ასევე ჩემი ინიციატივით განხორციელდა 2022 წლამდე პირველ შვილზე მშობელი იღებდა 100 ლარის ოდენობის დახმარებას. შევიმუშავეთ პროგრამა და პირველი შვილზე დახმარება გავხადეთ 1000 ლარი. ყოველ მომდევნოზე ემატება 1000 ლარი და რაც შეეხება ტყუპების დაბადების შემთხვევაში ოჯახს ვაძლევთ 5000 ლარს. მინდა აქვე დავამატო, რომ როდესაც მოხევე ადგილობრივი ოჯახს შექმნის ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან ის მიიღებს დახმარებას 5000 ლარის ოდენობით. ქვეყნის შიგნით სამედიცინო მომსახურება 90%-მდე ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტით. 2022-დან დღემდე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯანდაცვასა და სოციალური მიმართულებებზე 3 მილიონ ლარზე მეტი არის გახარჯული. დახმარებას იღებენ სტუდენტები, ხანდაზმულები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები, ფსიქიკურად დაავადებულები და ინვალიდები. მიზნად დავისხე ყველა ადგილობრივის დახმარება. იყო შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვერ ხერხდებოდა დახმარება. არის ისეთი რაღაც ბიუროკრატიული საკითხები, რაშიც მუნიციპალურ თანხას ვერ გამოიყენება. აქედან გამომდინარე მე სულ მუდამ ჩემს პირად კონტაქტებს, ჩემს მეგობრებს ვაწუხებდი, ბიზნესმენებს, ბიზნეს სექტორს. მინდა მადლობა გადაუხადო და გამოვყო ერთ-ერთი ესეთი ბიზნესმენი, ბატონი ტიტო, რომელიც ჩემი წარდგენიდან დღემდე გვერდში მედგა და თავისი სახსრებით რამოდენიმე ოპერაცია დააფინანსა და დღეს მადლობა ღმერთს, მადლობა ტიტოს, რომ აღნიშნული პაციენტები ჯანმრთელად არიან. არ მინდა გამოვრჩეს და გამოვტოვო მთაწმინდის პარკი და მისი ხელმძღვანელობა, რომ მადლობა გადაუხადო ჩვენი მომავალი თაობის გახარებისთვის. ჩვენ გავაფორმეთ 2023 წელს მემორანდუმი, რის შემდეგაც 1000-ზე მეტი ბავშვი იყო მთაწმინდის პარკში და მიიღეს ულიმიტო მომსახურება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ბავშვების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა ყაზბეგის მერია. 2022 წელს ჩემი ინიციატივით გავაუქმეთ გადასახადები არაფორმალურ განათლებაზე. დღეს ჩვენი მომავალი თაობა უფასოდ ეუფლება სპორტის ყველა სახეობას და ასევე
კულტურის ცენტრში ყველა წრეს. ჩემს მერობამდე იყო ესეთი ფაქტი, მაშინ მუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ დიდთვალების გამო დაიკეტა გზა და მაშინ გავიგე, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში იყო ისეთი ბავშვი, რომელსაც სჭირდებოდა განსაკუთრებული საკვები. მე მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაშინდელ მინისტრს, ასევე ჩვენს კარგ მოხევეს დავით სუჩაშვილს, რომელიც სულ გვერდში გვედგა და უდგას დღესაც ჩვენს მუნიციპალიტეტს. მყისიერად მოხდა რეაგირება, საკვები ვერტფრენით გადმოვიტანეთ ყაზბეგში. ჩემი მერობის პერიოდში მოვიკითხე და აღმოჩნდა, რომ კიდე რამოდენიმე ბავშვს ჰქონდა ცელიაკიის პრობლემა. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენ ყოველთვიურად აღნიშნულ ოჯახებს ვეხმარებით 400 ლარით, რაც მოიცავს ამ საკვების თანხას. ასევე ჩვენ გავხსენით ცენტრი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. დღეს ჩვენი ბავშვები 10-ზე მეტი სპეციალისტის კონსულტაციით სარგებლობენ. აქვე მინდა ვისაუბრო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. სტეფანწმინდაში გაკეთდა და მოასფალტა გალაქტიონ ტაპიძის, ოთარ ყუდუშაურის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, კოტე მარჯანიშვილის და 9 აპრილის ქუჩები. ასევე მიმდინარეობს თბილისის ქუჩის მოასფალტება, პირველი ფენა უკვე დაგებული არის და სულ მალე თვის ბოლოს დასრულდება აღნიშნული პროექტი. ასევე დასრულდება ყაზბეგის ქუჩის ცენტრის რეაბილიტაცია. სტეფანწმინდაში დავამატებ, რომ გაკეთდა მრავალფუნქციური შენობა, რომელიც 2 აიბს ემსახურება, ეს არის კეთილმოწყობის აიბი და სპორტის აიბი. მოიწყო დავით აღმაშენებლის ჩიხი, ილია მეურის ქუჩაზე ჩამოისხა ბეტონის კედელი, მოიწყო ვაჟა-ფშაველას ქუჩის 98-ში კორპუსთან მისასვლელი გზა. 2023 წელს ასევე ჩვენ განვაახლეთ მუნიციპალური ავტოპარკი, ჩვენ შევიძინეთ მუნიციპალიტეტისთვის მიკროავტობუსები, შევიძინეთ გრეიდერი, თოვლისმწმენდი და ნაგავმზიდები. მინდა შევეხო გერგეთში მოასფალტდა ქეთევან-წამებულის, ხევისბერის და ბეთლემის ქუჩები. სულ მალე გერგეტელებს ექნება მოასფალტებული ცენტრალური გზა. ასევე ჩვენი ინიციატივით თითქმის ყველა სოფელში გაკეთდა და რეაბილიტირდა რიტუალების სახლები. აღსანიშნავია სოფელი ფანშეტი, სადაც რიტუალების სახლი აქამდე არ იყო. დღეს კი ფანშეტში აშენებული რიტუალების სახლი 400-მდე სტუმარს მოემსახურება. რაც შეეხება დანარჩენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მინდა დავიწყო სნოს ადმინისტრაციული ერთეულიდან სოფელ კარგუჩაში გაკეთდა წყლის სათავე ნაგებობა, შეიცვალა ხაზი, ასევე სოფელთან მისასვლელი გზის მონაკვეთი მოასფალტდა. სოფელ ახალციხეში შევცვალეთ მოსახლეობის მოთხოვნით ამორტიზირებული შიდა წყლის ქსელი, დავაგეთ შიდა საუბნო გზა, რაც არასდროს არ ყოფილა ამ სოფელში და წელს უკვე ადგილობრივი მოსახლეობა, სოფლელები სარგებლობენ ასფალტიანი შიდა საუბნო გზით. რაც შეეხება სნოს, კეთდება წყლის სათავე ნაგებობა, შეიცვალა ამორტიზირებული მაგისტრალი, ბულაშვილების ქუჩა გაკეთდება და გაკეთდა პატარა სკვერი. სოფელ აჩხუთში გაკეთდა კანალიზაციის სისტემა და ასევე შიდა საუბნო გზა მოასფალტდა. სნოს ხეობაზე საუბარს ვერ დავასრულებ ისე, რომ არ შევახო ჭუთას და ჭუთის მოსახლეობას. მე მინდა გულწრფელად ბოდიში მოუხადო ჭუთლებს, მე რაც დავპირდი სოფელ ჭუთის მოსახლეობას წინა საარჩევნოდ ის დაპირება ვერ შეუსრულე. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ახალი მერობის კანდიდატი ბატონი კობალტ შეძლებს ჩემი დანაპირები, რაც იყო ის შეუსრულოს ჭუთის მოსახლეობას. რაც შეეხება სიონის ადმინისტრაციულ ერთეულს, სოფელ არშაში გაკეთდა შიდა საუბნო გზა, მოასფალტდა ასევე ჩაბაკაურების უბანი. სოფელ გარბანშიც გავაკეთეთ
შიდა საუბნო გზა და ეხლა მიმდინარეობს ცენტრალური გზის მოასფალტება. მოგმართა სოფელ გარბნის მაცხოვრებელმა, რომელიც ოჯახიც არის სოციალურად დაუცველი, ჰქონდა საცხოვრებელი ბინის პრობლემა. ჩემი ინიციატივით მოხდა აღნიშნული პრობლემის შესწავლა და ჩვენ აუშენეთ ახალი საცხოვრებელი სახლი და სულ მალე აღნიშნულ ოჯახს შეიძლება რომ თავის საკუთარ სახლში შეხვდეს ახალ წელს. სოფელ სიონში გაკეთდა მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა მემორიალი და ასევე მოასფალტდა ეკლესიასთან მისასვლელი გზა. რაც შეეხება გორისციხის ადმინისტრაციულ ერთეულს, სოფელ ტყარშეთიდან დავიწყებ, სოფელ ტყარშეთში კეთდება რიტუალების სახლი, კეთდება დაზიანებული კედლის აღდგენა, რომელიც სოფელში მისასვლელ გზას იჭერს. ასევე კეთდება კანალიზაციის სისტემა. ხელშედა გორისციხეში მოეწყო სათავე ნაგებობა და შეიცვალა მაგისტრალი. ასევე კეთდება ეკლესიასთან მისასვლელი გზა. რაც შეეხება სოფელ ფხელშეშიც მოსახლეობის თხოვნით კეთდება კანალიზაციის სისტემა, აქვე შეიცვლება წყლის ხაზი და მოასფალტდება. ხურთისში მოეწყო სოფლამდე მისასვლელი რკინა-ბეტონის გზა, მაგრამ სტიქის გამო დაზიანდა. ასევე სოფელ ხურთისში მიმდინარეობს შიდა საუბნო გზის მოასფალტება. იყო რიგი პრობლემები, მაგრამ მინდა მოსახლეობას უთხრა, რომ ამ თვის ბოლომდე არსებული პროექტი დასრულდება და ჩაყვარდება. მინდა ორი სიტყვით სოფელ ყანობზეც ვისაუბრა. სოფელ ყანობში გავამაგრეთ სოფლამდე მისასვლელი გზა და გაკეთდა 116 მეტრიანი რკინა-ბეტონის დამცავი ჯებირი. გავაკეთეთ სოფელ ყანობში შესასვლელი გზის გაბიონები. დაზიანებული იყო წყლის სისტემა. ჩვენ შევცვალეთ და ამ თვის ბოლომდე დასრულდება აღნიშნული სოფლის საუბნო გზის მოასფალტებაც. რაც შეეხება სოფელ კობს და კობის მოსახლეობას, კობში დაგეგმილი გვაქვს ივერიის ღვთისმშობლის ტაძრიდან წმინდა გიორგის ტაძრამდე ასფალტის საფარიანი გზის მოწყობა. ჩემს მიერ განხორციელებული პროექტებიდან მთავარი მიზანი იყო ზრუნვა ახალგაზრდებზე და მომავალ თაობაზე. ყველაფერი გავაკეთე მათი სრულფასოვანი განვითარებისთვის. ვაფინანსებთ ყოველწლიურად ოქროს მედალოსნებს 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ვერცხლის მედალოსნებს 500 ლარის ოდენობით. რაც შეეხება სპორტს, ჩვენ არაერთი წრე გავხსენით ჩვენ სპორტულ კომპლექსში. მოსახლეობის მოთხოვნით დაიმატა ტანვარჯიშის წრე, მინდა შევეხო ჩვენ ტრადიციულ სპორტს, ჭიდაობას და მადლობა უთხრა მწვრთნელებს გაწეული შრომისთვის. ასევე წარმატებული არის ჩვენთან რაგბი. მე აქაც მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩემი მერობის დღიდან დღემდე რაგბის გუნდს 500.000-ით გაეზარდა ბიუჯეტი, დღის მდგომარეობით არის 660.000 ლარი. მე ვამაყობ, რომ გვყავს კარგი ფეხბურთელები და კარგი ფეხბურთის გუნდი. მინდა შევეხო ასევე მეკვლეურობას, სადაც ჩვენმა მოზარდებმა ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწიეს, გახდნენ საქართველოს ჩემპიონები, გახდნენ მედალოსნები. ასეც მადლობას ვუხდი მათ მწვრთნელებს. ასევე ჩვენი მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით გაუკეთდა რთული საცოცი კედელი. დღის მდგომარეობით აქ როგორც რთული, ასევე სწრაფი სავარჯიშო კედელი. სულ მალე დაიწყეს ფუნქციონირებას კრივის წრე. სხვადასხვა სპორტის სახეობაში გამარჯვებულ ჩვენს ახალგაზრდებს ეძლევა ფულადი ჯილდო. ეხლა ვიცით ყველა ადგილობრივმა, რომ არის ყაზბეგის რაიონში ერთი პატარა დარბაზი, სადაც მოჭიდავე, მეკლდეური, რაგბისტი, ფეხბურთელი, ტანმოვარჯიშე და მოკრივე იყრის თავს.
აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვიკეთებინა ახალი დარბაზი, სადაც იქნება საცურაო აუზი, იქნება ასევე საჩემპიონო დიდი დარბაზი, რომელიც იქნება რომელიც მოიცავს 3 ლეიბს. გათვალისწინებული გვაქვს ტანვარჯიშის დარბაზი, ცალკე, ასევე კრივის დარბაზი და ფიტნეს დარბაზი. მე დარწმუნებული ვარ, ამ პროექტით მოტანილი სიკეთეებს ჩვენ ყველანი ერთად ვიზეიმებთ. გემშვიდობებით როგორც მუნიციპალიტეტის მერი, მაგრამ რჩები ჩვენი ქვეყნის და ხევის სამსახურში. ყოველთვის თქვენს გვერდით.